ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არაპირებს და მის დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. რუსთავიორის გენერალური დირექტორი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გვარამია ასევე გამოეხმაურა იმ ფარულ ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა უკვე დადასტურდა მისი მტკიცებით. აღნიშნულ მასალაში ის არა მამუკა ახვლედიანს, არამედ სხვა ადამიანს ტელეკომპანიის ვალებზე ესაუბრებოდა. ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე და პირდაპირ ეთერში გვერდობა ნოდარ გისმენთ. დიახ, სპეციალური განცხადება დაახლოებით 1 საათის წინ გააკეთა რუსთავიორის გენერალურმა დირექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც დასტურდება ავთენტურობა იმ ჩანაწერისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა გამოქვეყნებული და რომელშიც ასახულია ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბარი, როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერი არის დამონტაჟებული და ის განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით დღეს უკვე ეჭქვეშ არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოს, არამედ თავად საექსპერტო სამსახურების მუშაობაც კი დადგა და შესაბამისად შეუძლებელია ჩატარდეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ნიკა გვარამიას განცხადებით აღნიშნულ საუბარში ჩართული იყო 3 პირი, შესაბამისად იგი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და თანხებთან დაკავშირებით რუსთავიორის გენერალური დირექტორი არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, არამედ მესამე პირს, ვინმე ხელისუფლების წარმომადგენელს ესაუბრებოდა, მის ვინაობას ნიკა გვარამია დღეს არ ასახელებს. არავითარი თამის შეთავაზება არ ყოფილა. ის მილიონი, რომელზეც არის საუბარია მესამე პირთან. ეს საუბარი არის დამონტაჟებული და ჩემს გარდა მოსმენილი აქ ჩემს უკამდრომ ყველა პირს სრულად დღეს საქართველოს ხელისუფლებამ დაამყარა კიდევ ერთი ანტირეკორდი. მან მოსპო საქართველოში ობიექტური და მიუკერძოებული ექსპერტიზის შესაძლებლობაც. თუ არ გეყოფათ საღი აზრი და მე დღეს დამაკავებთ, რუსთავიორი მაინც იდგება ფეხზე. მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს თავად მამუკა ახვლედიანიც, როგორც ის აცხადებს, აღნიშნულ საუბარში მართლაც მონაწილეობდა რამდენიმე პირი, თუმცა დღეს ჩვენთან საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვერ იხსენებს თუ რამდენი პირი მონაწილეობდა, მაშინ ამ საუბარში როგორც ის აცხადებს, თავად ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არის დამონტაჟებული, შესაბამისად ის განცხადება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბრება ვინმე თანხაზე. მე როდის მithქვამს, როდეს მე მithქვამს, არ შემდგა 10 ჯერ შევხვედრა სხვადასხვა 3-4 ჯერ, 10 ჯერ ბევრია, 3-4 ჯერ შევხვედრა სხვადასხვა სიტუაციაში. არა დაგეგმილი, არა პირადი შეხვედრა. სხვა რაღაცაა, რა თქმა უნდა, 5-6 ადამიანის საუბარი გადაკეთებული 2 ადამიანის ჩანაწერა და არა თითქოს 2 კაცი საუბრობს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით მტკიცდება ის, რომ ნიკა გვარამია და კონკრეტული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ სასამართლოზე და ასევე ცდილობდნენ უხეშად ჩარეულყვნენ სასამართლოს საქმიანობაში, რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლები კი ეჭქვეშ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას აყენებენ. იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ნაბიჯი რუსთავიორის ხელში ჩაგდების საბოლოოდ, ნაბიჯი რუსთავიორის ჩახშობის ან შესაძლო ნაბიჯი დღეს რუსთავიორის დირექტორის დაკავების იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის. და ამას მოყვება შეუქცევადი პროცესები პროტესტისა ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენს ხელისუფლებას ივანიშვილს მის გარემოცვას ჯერ კიდევ აქვს შანსი ეს საბედისწერო ნაბიჯი, საბედისწერო მათთვის პირველ რიგში, მაგრამ ძალიან დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოსთვის არ გადადგას. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ იქ რამენაერად გადაფაროს ეს ორი მნიშვნელოვანი რეზონანსული ამბავი და მოიგონეს გვარამიას ახლა დაკითხვა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე პირადად არ გამიკვირდება, რომ გვარამიასთან მიმართებაში ხელისუფლებამ თუნდაც ბრალი წაუყენოს მას, რომ ისლები გადაიტანოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დღეს რუსთავიორის გენერალურ დირექტორს 6 საათამდე დაელოდებენ. ამის შემდეგ უკვე მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა მოიქცენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღის მთავარ თემასთან დაკავშირებით ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს და უფრო მეტ დეტალს ამ თემაზე სხვა საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. მადლობა ნოდარ, ეს ნოდარ ჩაჩუა იყო.